ვერც სიბნელემ და ვერც სიწითლემ ნაცმოძრაობის პრობლემები ვერ გადაჭრა, ერთობა რა სალაპარაკოა, გაყრაც კი ვერ მოხერხდა წესიერად და რადიკალებმაც მორიგი მარცხი ამჯერად შიდა ფრონტზე გაიფორმეს. ნაცმოძრაობაში ნამდვილი ომია იმ განსხვავებით, რომ ტყვიების ნაცვლად ერთმანეთს ეპითეტებს და კომპრომატებს ესვრიან. გამარჯვებული იქნება ის მხარე, ვინც მეტი შავბნელი ამბავი იცის. დაშლის მანიფესტის პომპეზური ხელმოწერის შემდეგ სტატუს quo უცვლელია, კლანებად დაყოფილი რადიკალები ისევ ერთმანეთს უტევენ, ბრალდებები უფრო მწვავე, ეპითეტები კი უფრო მრავალფეროვანია, ხოლო მთავარი მიზანი მელია და მისი გუნდი ისე აღმოჩენილიყო პარტიის მიღმა, რომ ისინი არავის გაერიცხა, მიუღწეველი დარჩა. ვინ ირიცხება ახლა პარტიაში და ვინ არა, ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი არავის აქვს, თუმცა ჩვენ მიზანს დაუბრუნდეთ. პირველმა ლევან ბეჟაშვილმა აღიარა, რომ მთელი ეს ისტორია მანიფესტთან დაკავშირებით მხოლოდ 3 ადამიანის გაგდებას ემსახურებოდა. კვიპროსის კლანის შავბნელი ჩანაფიქრის მიხედვით, მას შემდეგ რაც ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ნუგზარ ციკლაური ხელს არ მოაწერდნენ ბელადის გზავნილად წოდებულ ტექსტს, ისინი პარტიულ მანდატს ავტომატურად დაკარგავდნენ. ნაცმოძრაობა გაბწყინდებოდა და დადგებოდა მარადიული ზაფხული, ან გიგი უგულავას სიტყვებით რომ ვთქვათ, წერტილი დაესმებოდა ამ ბარდარს, მაგრამ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ძებნილ ოლიგარქს ჰქონდა ჩაფიქრებული, როგორც ჩანს ხმები მისი არნახული გამჭრიახობის შესახებ ოდნავ გადაჭარბებულია, რადგან უკვე ნახსენებს ამეულთან ერთად ეპისტოლეს ვივა მედიდან, რომლის ერთ-ერთი პუნქტი სხვათა შორის ახალი მენეჯმენტის ლეგიტიმურობაზე საუბრობს, ნაცმოძრაობის არაერთი ძველი სახე გაემიჯნა. 3 მოულოდნელად გახდა ბევრი, ახლა თინა ბოკუჩავაკი ამტკიცებს სააკაშვილის დანაბარების მიხედვით მელიას პარტიის წევრად აღარ განვიხილავო, მაგრამ ვრცელდება თუ არა ეს წესი. ეკა ხერხეულიძეზე, აკომინაშვილზე, კობა ნაყოფიასა და სხვებზე უკვე ბუნდოვანია. ღონისძიება დასრულებული არ იყო, რომ ხაბეიშვილის ფლანგს კიევიდან სატელევიზიო ცეცხლი გაუხსნა კობა ნაყოფიამ. ციტატა: პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ პირდაპირ ეთერში გვითხრა, რომ თურმე ეს მანიფესტი მიღებული იქნა იმისთვის, რომ მელიამ, დოლიძემ და ციკლაურმა დატოვონ პარტია. ამ ხელა ამბავი 20 წლის თავი კაცმა დაიყვანა იქამდე, რომ ეს 3 კაცი გაუშვათო. კობა ნაყოფია ბრას ვერ იოკებს, მან უკვე მრავალი წელია კარგად იცის, რომ პარტიაში მისი ნომერ პირველი მტერი შეთქმულების თავკაცი კეზერაშვილია, რომელიც ნაყოფიას გაგდება სითხოვდა, მაგრამ ეს კომენტარი სინამდვილეში თიზერია. ყოფილმა გენპროკურორმა ზოდელავამ ბომბდამშენით გადაუარა ნაცმოძრაობის ოფისს და შეთქმულებაში ამხილა ყველა კვიპროსის საძმოც და ნაცმოძრაობის მდუმარე მილიონერთა კლუბიც. ზოდელავას არც ის გამორჩენია, ვინ რამდენი ფული იშოვნა, რამდენ მილიონიან ვილაში აბოლებს სიგარას და რა ფულს მალავს მათ შორის კეზერაშვილი. ხაბეიშვილი კი მაუზერიან ჯალათს შეადარა, რომელიც უფროსების ბრძანებაზე უმისამართოდ დარბის და ყველა თანაპარტიელს ხრეთს. Bravo მილიონიან ვილაში ზის, შეძლონგზე არის წამოწოლილი. იქ მსჯელობს იმაზე, გუშინ გამოიყვანა ცენტრიდან ახალი მანქანა სტოტიშად. უდგას იქა, არა მარტო თქვენ ვიმეორებს ხვებიც და მე წამოწოლილი სიგარას გააბოლებს და ხალხი არ გვენდობა კაცო. წარმომიდგენია ეს გაქსუებული ვითომ ოპოზიციონერი მილიონერი წამოგორებული საღაც შეძლონგზე, გინდა კვიპროსში და გინდა აგერ წყნეთში, ან დიღომის ხრაში. აი კოჯრიდან რაღაც ახალი გზა რო არის, იქიდან გადადიან აეროპორტში, რომ მე წავიდნენ და ბედნიერად ვიშოპინგო პარიზში. იმიტომ რომ დეკლარაციაში ვერ ჩავწერე, რომ მაგ რაღაცა 16 მილიონ ფუნტად სტერლინგად შეფასებული სახლში რო არ ცხოვრობ, ამიტომ ჩავწერო დეკლარაცია, ესო ვერ ჩავწერე დეკლარაციაში, ამიტომ დავწერო ცნობა, რომ არა ვარ მებრძოლი. სატელევიზიო სტუდიამ არ მოგატყუო სინამდვილეში მურთაზ ზოდელავა ნიკა მელიას გულში იჯდა და ისე წარმოთქვამდა ამ ოქროს სიტყვებს, ამას ადასტურებს დევნილი თავმჯდომარის სოციალური ქსელი, სადაც განთავსდა ამ ინტერვიუს ფრაგმენტი, თუ გავითვალისწინეთ, რომ თავად მელია ბნელი თავყრილობის შემდეგ დუმს და არ საჩანს, მომხდარზე მის კომენტარად სწორედ ზოდელავას სიტყვები უნდა მივიჩნიოთ. გარდა ამისა, კონტრშეტევით იმუქრება ბაჩო დოლიძე, ამ ყველაფერს ძალიან მალე დაესმება წერტილი საკადრის პასუხს მიიღებს ყველა, ვინც მგლის ბილეთს ბეჭდავს ან არიგებს, თქვა მან და გასაგებია, ვინც იგულისხმა. თავმჯდომარე ხაბეიშვილი ბოლო პერიოდში რბილად რომ ვთქვათ, ამოვარდნილია პარტიული ცხოვრების მეინსტრიმიდან, ის სხვაგან არის, ხოლო მისი უშუალო უფლებამოვალეობები სხვაგან ან სხვასთან, თუმცა მან მაინც მოახერხა სცენაზე ვარსკვლავური წამის დაჭერა. ხაბეიშვილის ისედაც შთამბეჭდავ პოლიტიკურ ბიოგრაფიას მორიგი მარგალიტი შეემატა, შეიძლება ითქვა საკუთარი რეკორდი მოხსნა. უკვე კლასიკად ქცეულ გამოსვლებს ქურქუმა ლაითის, დივანის, ვერბურგის და სხვა უცნაური სიტყვების გამოყენებით ახლა ამშვენებს კეთილშობილური სურვილი ადამიანებს წნევა ფონეიდოსკოპის მეშვეობით გაუზომოს. დავუზობთ ყველა ორატორული შედევრი ერთად მოვისმინოთ. რომ მიდის ადამიანი არის CV აწერია, ხო?
და ამას დიდად ეწერა რა ამ CV-ს განსაზღვრება რაც არის, ესე იგი ქურქუმალ ვაით ეწერა რა და სამდივნოს რესტრუქტურიზაცია და გენერალური დივანთან ჩამოყალიბება სრულფასოვანი სტრუქტურა, როს თავაზობენ ამადან მიდის ეგრეთ წოდებული ვერბურკა. ამ ხალხისთვის საავადმყოფოში არ იყო ელემენტარული წნევის გასაზომი ფონეიდოსკოპი. ბუნებრივია ამ ყველაფრის შემდეგ გაგიჩნდებათ კითხვა, რას ამბობს და სად არის სააკაშვილი? არის იქ, სადაც მისი ადგილია, ზის სათადარიგო სკამზე, რადგან მან ყველაზე უკეთესად იცის, რომ მერაბიშვილმა და კეზდერაშვილმა პარტია წაართვეს და ახლა ის გადარჩენია, რომ ყველას მოეფეროს, რომ როგორმე საბოლოოდ ამ საიტში არ დაასრულოს კარიერა. ამიტომაც გამოაცხო ვრცელი Facebook სტატუსი, სადაც ხაბეიშვილს, ვაშაძეს, ბოკუჩავას და სხვებს მიეფერა და ლამის ხმის დიაპაზონით შეუქო. იმავე სტატუსში პირდაპირ გვარების დაწერა ვერ გაბედა, მაგრამ შეფარვით მელიას ფლანგის შეერთების აუცილებლობაზეც ისაუბრა. ბოლოს კი საკუთარი თავის შესთავაზა ლიდერად ყველა ფლანგს, თუმცა სააკაშვილს დაავიწყდა, რომ ის დიდი ხანია ფასადური ლიდერია, რომელსაც ამ პროცესში ზუსტად ერთი მოკრძალებული ხმა აქვს. როგორც კეზერაშვილმა არასაჯაროდ შემოუთვალა, ფულს იმისთვის არ ხარჯავს, რომ საარჩევნო სია სააკაშვილმა შეადგინოს და ბრძანებები გასცეს. მას შეუძლია სოფო ჯაფარიძე ან გიული ალასანია ჩაამატოს სიაში, ისიც ორივე არა, მხოლოდ ერთი. რადიკალების ბედუყუღმართობა ნამდვილად არ არის უსაშველო. გამოსავალს ხატია დეკანოიძე მიაგნო. პარტიული გაფრთხილების მისი ფორმულა ასეთია: ნაცმოძრაობას გახლეჩისგან მხოლოდ ის გადაარჩენს, თუ მიხეილ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს საერთოდ გააუქმებს. დეკანოიძე სწორი მიმართულებით ფიქრობს, მაგრამ რატომ მხოლოდ თავმჯდომარის პოსტი? დეკა ოდიშარი ამბობს, რომ თანახმა ავადსახსედებელ მანიფესტს თავად მოაწოროს ხელი, თუ ნაციონალური მოძრაობა ამით პარტიის სრულ და საბოლოო დაშლას გააფორმებს. თავადაც დაისვენებენ და ამ მრჩეველიც მხოლოდ კმაყოფილი დარჩება. ამასობაში არ უნდა გამოგრჩეს, რომ სააკაშვილი ჯერ კიდევ ბრალდებულია 7 ნოემბრის საქმეზე, სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს და თუ კი ადრე გვეუბნებოდა, რომ მას იმ დროს ეძინა, როდესაც აქციებს და ტელეიმედს ჯალათი მერაბიშვილი არბევდა, ახლა შემოგთავაზა ვერსია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ავითარებდა ხოლმე. ქართველი ხალხის პროტესტი რუსეთის FSB-სგან იმართებოდა. ამ განცხადებაზე ბუნებრივია ჩვენ კითხვა პრეზიდენტ ზურაბიშვილს დაუსვით, რომელიც თავად იყო იმ ოპოზიციონერ ლიდერებს შორის, ვინც ნოემბრის აქციებზე იდგა, ხოლო დღეს კი მისი პოლიტიკური პოზიციები ყველაზე ახლოს ნაცმოძრაობასთანაა. ბრალდებაზე სალომე ზურაბიშვილისგან ზედმეტად მოკლე და მოკრძალებული პასუხი მოვისმინეთ, რომ ეს იყო ქართველი ხალხის ბრძოლა, ამაზე მე სხვა სათქმელი არაფერი მაქვსო. სააკაშვილის შეწყალებაზე დასმულ კითხვაზე კი თქვა, რომ როცა დრო მოვა, სიებში ვნახავთ პასუხს. შეგახსენებთ, რომ ბოლოს ასეთი პოზიცია გვარამიაზე დააფიქსირა და შემდეგ შეიწყა.